მეგობრო, მოკლედ ესეთი რაღაც შეეკეთება მინდოდა რა. მინდოდა ჩამეწერა ძალიან ბევრი ეკითხება რა გაძლევს მოტივაციას, რომ ასეთ რთულ დროში მაინც მოტივირებული დარჩე, რომ ყველაფერი კარგად გააკეთო, როგორც კი ისე გააკეთო რა. ეს ბოლო 3 თვე ძალიან რთული პერიოდი იყო. ღმერთს მადლობა ცოცხლები ვართ, ერთი one piece-ები ვართ, თავარი ეგ არის. მოკლედ ყველაფერი გადალახვადი არის, ესე ვთქვათ რა, ყველა პრობლემა გადალახვადი არის ეგეთები რა. მოტივაციას მაძლევს ეგ, რომ მინდა რომ ძალიან ბევრს მივახსენებ მე და ჩემმა ძმამ და ვარ ძალიან მიზანდასახულები მაგისთვის. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ ასევე, რომ მივახსენოთ იმას რის ეთებაც გვინდა ჩვენ და პირველ რიგში ოჯახის გარშემო არის რომ ასაც გავაკეთებ, მინდა რომ ჩემი ოჯახის გამო გავაკეთო და ჩემის გამო გავაკეთო, იმიტომ რომ მართლა ჩვენი სულის ჩამდგმელი ესე თქვა არის და ჩემი რა ვის გამოც ყველაფერს გავაკეთებთ, იმიტომ რომ მინდა რომ ბედნიერი იყოს, რადგან მოგვიზა თავის ცხოვრება ჩვენ და ჩვენთვის არის ნომერი პირველი ადამიანი თელს სამყაროში სოფლის სააზგნე, იმიტომ რომ მე და ჩემი ძმა გიო პატარები ვიყავით ძალიან, მამა რო გადაგვეცვალა. 6 წლის ვიყავი მე, გიო იყო 4-ის 5-ის ხდებოდა მაგ წელს რა. და ძალიან პატარები ვიყავით, მამა რო დაგვეღუპა. ძალიან რთული თემაა ჩვენთვის სასაუბროთ ეს, ბერთან არავისთან არ საუბრობთ ხოლმე ამ თემაზე. და რავი, და ჩემი იმის ვაგირა 38 წლის იყო, მამა ჩემი გარდაიცვალა და დედა ჩემი იყო 35-ის. და იმის ვაგირათ, რომ ამდგარ იყო გათხოვილი იყო, ცხოვრება გაეგრძელებინა. როგორც ჩვეულებრივად ხდება დღესდღეობით, როცა ერთი ნახევარი აკავს მეორე ნახევარს, ეგრე ხდება ეხა ყველა უმეტესწილად ასე ვთქვათ რა. და დედა ჩემი იმის ვაგირათ, რომ ამდგარ იყო გათხოვილი იყო, რავი, როცა გამოკეთდა ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ორი წელიწად ნახევარი ლოგინად იყო ჩავარდნილი, ალბათ შოკის და სტრესის გამო. არ ვიცი ზუსტად არ მისაუბრე მაგას დედა ჩემთან. წამლებს იკეთებდა, არაფერს აჭამდა საერთოდ და როგორც გამოჯამთა, მერე მოვხედა ჩვენ და ყველაფერი რავი საერთოდ above and beyond წავიდა და ჩემი რომ ჩვენთვის ცხოვრება მოეცა. დარწმუნებული იყო რომ კარგად გავიზრდებოდით, კულტურულად გავიზრდებოდით და ყველაფერი რა. და ჩვენთვის და ჩვენი გმირი არის რა. ვერასოდეს ვერ გადავუხდით იმას, რაც გააკეთა დაჭრა ჩვენთვის. მარტო ორივე მე ჩემი ძმა როგორ გაგზარდა. სასაცილო კი არის რომ ბევრი თქვენგანი რავი ვინც გიყურებს ამას ბევრი კომენტარი ხდება ხოლმე მამიკოს ფულებია ისა ესა ყველაფერი და საერთოდ არა დედიკოს ფულები უფრო არის მამიკოს ფულებია ვერ გამოგივიდათ იმიტომ რომ მამა ძალიან როგორ გითხრათ პატრონაჟ დავყარგეთ რა და ჩვენი აი ჩვენთვის მართლა აი მე არ ვიცი როგორ გადავუხავთ ამ მაგის საერთოდ რა ჩვენთვის გააკეთეთ საერთოდ ცხოვრებაში არ ვიცი და მინდა რომ მადლობა მოუხადო ვიცი რომ ჩვენ ვიდეოს უყურებს და ჩვენი ყოველთვის გულშემატკივროს ყოველაც კომენტარს პასუხობს რა თქმა უნდა რის გამოც მე ჩხუებით ხოლმე რომ მეუნებით რომ არ დაუწერო არაფერი გაანდებე ყოველს თავისი აზრი აქვს რაღაცის გამო ისა ყოველსაყვალე სიტყვა მაგრამ ასე დედა და უნდა რომ დაიცოს თავის შვილები როცა ესეთი რაღაცა ხდება რომ ვიღაცებმა არც იციან ჩვენზე არაფერი საერთოდ და უბრალოდ ესე საუბრობენ ზედაპირულად რაღაცებს გვაბრალებენ ხან აფერისტები ხართო ხან სკემერები ხან კურსებს აყიდითო ხან ისაო ხან ესაო და ყველას რა თქმა უნდა კომენტარებს უწერს იმის შემდეგ რაც ვეჭუბეთ მაგის გამო რომ არ დაუწეროთ ხო ხარღად დავემუქრეთ დაბლოკვით ასევე მაგრამ არ გამოვიდა არაფერი მაინც რო ხედავ კომენტარს მაინც უწერს ხოლმე რა ან სულს კი არაფერს არ უწევს უბრალოდ პასუხს ამბობ მაგას თუ არ იცი რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვინც უყურებს ამ მარახს უმეტესობა არ იცი ჩვენზე არაფერი და მაგიტომაც ცდილობდნენ ყველაფერი გააგებინოთ რაღაცა ჩვენი თავი განახოთ თუ როგორი ყველეს
ხალხი ვართ და როგორ ვაკეთებთ ყველაფერს და ანუ ამ არხიდან ჩვენ არაფერი პლუსი არ გვაქვს საერთოდ პირიქით ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ YouTube-ის აკეთებას იმის შემდეგ რაც პერსონალური ცხოვრება გვაქვს ბიზნესების ახედი გვაქვს და უბრალოდ გვინდა რომ თქვენთვის თქვენი ქართველი ხალხისთვის გავაკეთოთ ეს და დაარჩეს ეს რავი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი იყოს და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყოს რომ ვიღაცას გამოადგეს ეს თვითონ ეს არხი რაც უკვე ძალიან ბევრი ზავს სმენია რომ ჩვენს გამო ბევრი მოტივაცია მიეცათ და საქმეს დაიწყეს და ანუ ფეხზე წამოდგენ იმიტომ რომ შევაძლოთ მოტივაციას რაც არის სასწაული ჩვენი მთელი მიზანიც და მოტივიც ეგ იყო რომ დავიწყოთ არხი რომ გვინდოდა რომ გვენახებია თქვენთვის რომ ყველაფერს აზრი აქვს რა და ოღონდ თუ იშოვე მართლა ნუ ეს 6 თვეში ყველაფერი აღხდება მეგობრებო ეს არის წლების შედეგი მუშაობის შედეგი რაც შეჯამდა ბოლოს რავი 9 წელია აქ ვართ რასაც შევმოვდით შეჯამდა და დღესდღეობით აქ ვართ ღმერთის წყალობით და ეგა რა ბევრი მოიხება რა არის თქვენი მოტივაციაო ჩვენი მომავალი და ჩვენი არის ჩვენი მოტივაცია რო იცოდეთ და მოდი ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო გასასვლელი ვარ მან ქავს მივაკითხო გარაჟში ყავს რაღაცა არ ვიცი მოდი აიქა არ ვიცი სადა გავისეირე ფეხით 5 წუთით და ნახავთ ძალიან მალე